გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა ახალი ამჯერად სამოქალაქო დავა დაიწყო და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში არის და ერთ-ერთ მათგანზე ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ განაჩენით დამდგარია, სწორედ აი ამას ემსახურებოდა, რომ დღევანდელ დღემდე მისულიყო ოლიგარქი, საიმისოთ, რომ მთელი ქონება, რასაც გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ, მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს კონკრეტული ბიზნესიდან მოგება, რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილი ედავებოდა, გაიყიდოს და ბიძინა ივანიშვილს გადაეცეს. მაყურებლისთვის უფრო მარტივი გასაგები რო იყოს, ყველაფერი იწყება იმ სისხლის სამართლის საქმიდან, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილის საქალაქო სასამართლომ სანქცირებულმა მოსამართლემ დამნაშავედ უკვე გამოაცხადა. ამ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ წესით ყადაღადადებული ქონება უნდა გადასცემოდა სახელმწიფოს. ანუ მიქცეულიყო მთელი ეს ქონება, სახლები, მიწები, უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში. თუმცა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყადაღა მოეხსნა მთელს ამ ქონებაზე, რაც იყო ძალიან გამოუგნებელი გადაწყვეტილება, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატისთვის და მან მაშინვე ივარაუდა, რომ სავარაუდოდ ამის მოტივი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ საქმეზე დამდგარი განაჩენის შემდეგ ახალი სამოქალაქო დავა დაიწყო და ის ქონება, რაზეც ყადაღა სასამართლომ მოხსნა, უკვე მისი პირადი საკუთრება გამხდარიყო. მე ჯერ კიდევ დასკვნითი სიტყვა, როდესაც ვთქვი სისხლის სამართლის საქმეზე, მაშინ გამოვთქვი ჩემი ვარაუდი და ეჭვები, რომ შესაძლებელი იყო სამოქალაქო სარჩელი შეეტანა დაზარალებულ მხარეს. შესაბამისად, ჩვენ ჩაგვბარდა ეს სარჩელი, ასევე ჩაგვბარდა განჩინებები ყადაღის გამოყენების შესახებ, დღეს მდგომარეობით მოსამართლეს არ აქვს ატვირთული ბაზაში საქმის წარმოებაში მიღების განჩინება. გაურკვეველი არის ამ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს მაგალითად გამარტივებული წესით თუ საერთო წესით. ეს რას ცვლის? საერთო წესის შემთხვევაში კვლავ პრობლემა არის ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, ხოლო გამარტივებულად თუ მოხდება განხილვა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, რაც დღეისათვის არ არსებობს, კარგად მოგეხსენებათ, ხოლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ვინაიდან გაჩნდა ეს კითხვები, ჩვენ მივმართეთ შესაბამისი განცხადებებით სასამართლოს, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ასევე დღეს ვასაჩივრებთ ყადაღას. სტანდარტულად როგორც წესი, თუ კი განაჩენი დგება აღნიშნული მუხლით, ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებით, ავტომატურად 52 მუხლის საფუძველზე, როგორც წესი, ქონება ავტომატურად გადაირიცხება სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ. განსხვავებულ პრაქტიკას მე სიმართლე გითხრათ, არც ერთ საქმეზე არ ვიცნობ და ამაზე არსებობს უზენაის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით. პირველი კითხვა მე გამიჩნდა იმავე დღეს და თუ გახსოვთ მოსამართლესაც ვკითხე ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გამოიყენე თუ არა ეს 52 მუხლი და არ გამომიყენები. ანუ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო სარჩელი აზრს დაკარგავდა, თუ კი ქონება ბიუჯეტის სასარგებლოდ იქნებოდა მიქცეული, მაშინ რა აზრი ექნებოდა სამოქალაქო დავას იმავე ქონებაზე. ოლიგარქის შურისძიება გრძელდება ახალ სამოქალაქო დავაზე სასამართლო განხილვები სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაიწყება, თუმცა როგორც ადვოკატისგან მოისმინეთ, არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ ეს კითხვის ნიშნებიც არ შეუშლის ხელს საქალაქო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლეებს, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელსაც პოლიტიკური мотиваცია ექნება.